დილამში გაბიცა მეგობრებო ავდექი და ეხლა უნდა მოგიყვეთ ძალიან სერიოზული რაღაც და ისეთი რაღაც უნდა მოგიყვეთ. ისეთი რაღაც უნდა მოგიყვეთ, რომ შოქში ჩავარდებით. აი, მართლა შოქში ჩავარდებით. და მოემზადეთ. ყველას დაგპატიჟებთ. დილის საუზმეზე ვზივარ ეხლა მეც და ეხლა აი ამ ვიდეოთი სრულიად საქართველოს მოსახლეობა, ისევე როგორც ის ხალხი, რომელიც თამარ მეფის აქტამის გახსნას ელოდება და ისევე ის ხალხი, რომელიც 800 წელია განდობილია, სრულ შოქს მიიღებს. ხო? ელებო და ჰელებო, ადამიანებო და ყველა. ეხლა ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, რომ მოემზადეთ ფსიქოლოგიურად, დაჯექით სკამზე, კარგად მოკალათდით და მოისმინეთ ის ისტორია, რასაც მოგიყვებით. თუ თქვენ ჩემი ლაივები არ გაქვთ ნანახი და პირველად უყურებთ ამ ლაივს, მაშინ მინდა შეგამზადოთ, რომ ამ ლაივიდან, მხოლოდ ამ ლაივიდან შეიძლება აზრი ვერ გამოიტანოთ. ამიტომ მოგიწევთ ჩემი იმ 1500 ვიდეოს ნახვა, რომელიც 4 წლის განმავლობაში ჩავწერე. გეგმა, რომელიც სულიწმინდის მიერ არის შემუშავებული და რომელიც ახლა გამოდის სინათლის შუქზე. გუშინ ვისაუბრეთ ჩვენ თუ რა გააკეთა თამარმა და რატომ გადამალა მან თავისი გვამი და რატომ დაადეს მას მის აკდამის ჩასასვლელს ფალუსი და რას ემსახურებოდა ეს ყოველი. რატომ დაეხმარნენ მას სვანები, რატომ არის ეს ყოველი ესე გასაიდუმლოებული და რაში სჭირდებოდა თამარს საერთოდ რომ გაასაიდუმლოა თავისი გვამი, ანუ კაბა. მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ გამიცხადდა ახალი ინფორმაცია და ამ ახალი ინფორმაციით თქვენ შოქს მიიღებთ. მე არ მივიღია შოკი, იმიტომ რომ დაახლოებით ვარაუდობდი, რომ ესე არ იქნებოდა ის, სადაც მივდიოდით იმ კვალზე. მაგრამ მე გამიცხადდა ზუსტი ინფორმაცია თუ რა კვალი და როგორი კვალზე დაგვაყენა თამარმა და რა გონიერი იყო თამარი და არა მხოლოდ თამარი, არამედ დედამისი ბურდუხანიც. დედამისი ბურდუხანი ძალიან გონიერი ქალი იყო და ძალიან ლამაზი ქალი იყო. ესე იგი, მისი სიმშვენე და სილამაზე გაცნობილი იყო სრულიად საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, უშკულში მას ეძახდნენ უშკულთა ასულს. იმდენად უყვარდა უშკული. რატო უყვარდა ბურდუხანს უშკული? ამ საკითხზე მე ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს განდობილთა თემა არის, მაგრამ უშკულში ჩვენ ნამდვილად ვიპოვით ბურდუხანის კაბას. თამარის დედა ბურდუხანი იყო ძალიან გონიერი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და თამარში ჩადო მისი გონიერება. თამარი გამოზარდა მან ასევე, როგორც გამოზარდა მისმა მამიდამ რუსუდანმა თამარი. რუსუდანიც და ბურდუხანიც იყვნენ ძულულყვარულები, ესე რომ ვთქვათ. ძულულყვარულები არის ის, რომ რუსუდანში იყო ძალიან დიდი დოზით დაცემული ბუნების ადამიანი, რომელიც კარგად ფლობდა, ესე იგი, მაგიას და ალქიმიას, ნეკრომაგიას და ბურდუხანში იყო ამაღლებული სული, რომელიც ზუსტად ჭრეტდა რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ დასრულდეს ამ დედამიწაზე ეს ყოველი ტანჯვა და ის უნარობა, რაც ქალებს გააჩნიათ და რაც ელებმა ქალებს მოუწყეს, ანუ თვით იახველმა და თვით გველმა, ანუ მოგველმა. ერთი წუთით მოვალ ეხლა. როდესაც მოგველმა ევა აცდუნა და გუშინ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ თუ რა გააკეთა,
მოგველმა ევაში ჩადო ის ინფორმაცია და ასწავლა მას როგორც წერა კითხვა ისე ასწავლა როგორც წარმოქმნას სული, ანუ მან შეიყვანა თავისი ფალოსი ევაში და დაავირუსა, რომელი ვირუსისგანაც ევას გაუჭირდა შემდეგ განკურნება. რა თქმა უნდა, ამ ვირუსიდან გადაედო ადამს და სრულად კაცობრიობა დავირუსებული არის ვნების ვირუსით. მართალია ეს საკითხი არ მოეწონა იახვეს, იხვს, მაგრამ იმისათვის რომ ეს აერიდებინა თავიანთ ღმერთებში ამ ვირუსის გავრცელება, ადამი და ევა გამოყარა ედემიდან და გამოდევნა უბრალოდ, რადგან ამ ვირუსის ეს ვირუსი იყო ძალიან გადამდები, ესე რომ ვთქვათ. და აგერ დღეს ხედავთ უკვე რა ხდება დედამიწაზე, ხო? გამოვიდა სრულად ჯოჯოხეთი. ანუ გამოდის რომ ჯოჯოხეთის შექმნა ამ ვირუსმა. რა თქმა უნდა, ეს ელი მოგველი იყო დაავადებული ვირუსით, ვნების ვირუსით და აი ეს ვნების ვირუსი, რა თქმა უნდა, ვერ არიდა ამ იახვემ ამ ევას, მაგრამ ვინ არის ეს ევა და რას აკეთებს ეს ევა? ევაში, რომელშიც შედის სოფია სულიწმინდის სახით და აწვდის მას ინფორმაციებს, განავითარებს 5000 წლის მანძილზე განავითარებს მის შინაგან სამყაროს და საბოლოო ჯამში, როგორც ბურდუხანში, ისე თამარში, ისე რუსუდანში გადანაწილდება. ბურდუხანის გეგმა არის ასეთი, თამარი ძალიან გონიერი იყო და რატო იყო გონიერი? იმიტომ რომ ბურდუხანმა მას ასწავლა ბევრი რამ. ბურდუხანის კაბაც უხრწნელია და ბურდუხანის კაბაც უხრწნელია, თამარის კაბაც უხრწნელია და რუსუდანს რა დაემართა ეგ არ ვიცი. ბურდუხანმა თამარს იმისათვის რომ თამარი გადარჩენილიყო და თამარს დაემტკიცებინა თავისი სოფიას არსი, თამარმა თავის მაგივრად უშგულში დედამისის კაბა გააგზავნა. დაიბარა ორი მისი განდობილი და განდობილები არ იყვნენ ის, რომელთაც იცოდნენ მხოლოდ წერა კითხვა, არამედ განდობილები იყვნენ ისინი, რომელიც თავგანწირულები იყვნენ თამარის ამ გეგმისთვის და თამარმა კარგად აუხსნა ამ ხალხს, არა მხოლოდ თამარმა, არამედ ამაზე იმუშავა სრულიად სულიწმინდი საზოგადოება, აქ კაცებიც იყვნენ ჩარეული და თამარის კაბა გააგზავნეს უშგულში. ჩვენ ჩავდივართ უშგულში თამარის აკლდამასთან, იქ აწერია, აქ განისვენებს მეფე თამარი, თუმცა ეს არის თამარის დედა ბურდუხანი. რატომ მოხდა ასე? ძალიან კარგად იცოდა თამარმა, რომ ეს ესე მოხდებოდა და აი ამ გეგმაში რა იყო ჩაწერილი, ისიც კარგად იცოდა და რომ თამარის აკლდამას, როდესაც თამარი თავის აკლდამას დაადგებოდა თავზე, ამ აკლდამას აუცილებლად გაძარცვავდნენ. ხო და ახლა მინდა გითხრათ და როდესაც თქვენ თამარის აკლდამაში ჩახვალთ და ნახავთ და გეგონებათ ის თამარი, ის არის ბურდუხანის დედა. ხოლო თამარმა თავისი გვამი ორ განდობილს გადაამალინა. ეს მე ხილოშიც ნანახი მაქვს, როგორ მიყავთ თამარი ღამით ჩუმად, საკაცურით. თამარმა თუ სად გადაამალინა ამ განდობილებს მისი კაბა, აი ამ საკითხს მეგობრებო, ხო? მხოლოდ მაშინ გავაცხადებ და მხოლოდ მაშინ გაცხადდება, როდესაც სრულიად კაცობრიობა განიკურნება. ვერ განიკურნება სრულიად კაცობრიობა, ისევე დარჩება ის ყველაფერი, დასრულდება ყველაფერი. ასე რომ ჩემო კარგებო, თამარის აკლდამაში ჩვენ ვიხილავთ ბურდუხანს. ბურდუხანს მის ულამაზეს დედას. ამიტომ არის სულიწმინდა მოგვაწოდა ჩვენ ინფორმაცია, თამარ მეფეს 3-ს დავითვლით, მის კაბით კი 1-ით მეც. ასე რომ ჩემო კარგებო, 3 ქალის ამბავი ურევი ამ საკითხში და 3-ვე ქალმა იცოდა, რომ თამარის აკლდამა ისე უნდა გასაიდუმლოებულიყო, რომ 3-ვე
აკლდამას ახდოდა გასაღები და მხოლოდ ის ერთი, რომელიც ბოლოს გაიხსნებოდა, იქნებოდა მართალი თამარი. ახლა ჩემო კარგებო, ალბათ დაიშოკეთ და მე გეტყვით ერთ რამეს, რომ თამარიც, ბურდუხანიც და ის მესამე ქალიც, რომელიც ამ საკითხს შეეწირა, არიან სამაია. ის სამი აია, რომელთაც ეყოთ ის გონი, რომ სული წმინდა თავის თავში ჩამოეტვირთათ. გილოცავთ. მე პირდაპირ გეუბნებით, თამარ მეფის აკლდამის გახსნის უკვე აღარ მეშინია, სვანებო, ის წიგნი გადამალეთ, რომელიც იმ აკლდამაში იმალება და დანარჩენი უკვე თავისით მოხდება ისე, როგორც სული წმინდა სურს. აუცილებლად გადამალეთ ის წიგნი, რამე თუ ეხლა მალე გამოჩნდება, გაიღება თამარ მეფის აკლდამა, თუმცა მასში აღდგება დედამისი ბურდუხანი. ძალიან საინტერესო გეგმაა. დამერწმუნეთ ამ გეგმას, მხოლოდ სულიწმინდა გაუცხადებს იმ კაცს, იმ ქალს, რომელიც არის სიტყვა და ვისაც სიტყვის არსში უმოგზაურია. მაგარი რამეებია. ძალიან ლამაზი თამაშია, მომეწონა. ითამაშეს ევათი? ჩააფურთხონ. ახლა ევა აჩვენებს მას. ახლა ევას დედა აჩვენებს მათ. თუ რა უნდა იზღვიონ მათ, ვინც ევა ესე აპამპულავა. არავის შეერჩება ევას ასეთი მოპყრობა. ყველა დაისჯება, თუ კი არ შეინანებს. ყველა დაისჯება, თუ კი არ შეინანებს. ელიც, იხვიც და გველიც. ასე რომ, კარგად იყავით, შემოკარგებო ახლა. გაგოცეთ.